კონფერენციას, რომელიც ამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რომელსაც თქვენ ალბათ მოусმინეთ. ევროკავშირის გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული უფლებაა და არჩევანია. წევრობაზე განაცხადის შეტანით, თითოეული ქვეყანა იღებს ვალდებულებას განახორციელოს რეფორმები თავის ინსტიტუტებსა და სამართლებრივ სისტემაში. იმის შესაბამისად, რომ ისინი თანდათანობით შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან. ასევე თითოეული ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობის მის მზადყოფნას შეამოწმებს ყოველწლიურად. The progress made by all candidate countries, ყველა კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 2023 წლიდან ფასდება ევროკომისიის ყოველწლიურ დოკუმენტში გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი, რომელიც შედგება 10 კანდიდატი ქვეყნის ანგარიშიდან, მათ შორის საქართველოს, just published in Brussels. ესაა გამოქვეყნდა ბრიუსელში. The report ანგარიში წარმოადგენს ყოვლის მომცველ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას იმისა, თუ რამდენად წინ წავიდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის დროს აღებული ვალდებულებების შესრულებაში. When applying for EU membership. Some of you may wonder why ზოგიერთ თქვენგან შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რატო ვამზადებთ ანგარიშს საქართველოზე, როდესაც გაფართოების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. And when we have heard from Georgian authorities, მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლებიდან, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით თითქმის 4 წლის განმავლობაში. მიზეზი ნათელია. Enlargement is a merit-based ტრანსფორმაციული პროცესია, რომელიც მიღწევებზე არის დაფუძნებული და ანგარიში, რომელიც ყოველ წელს ქვეყნდება, ეს არის შესაძლებლობა შევაფასოთ თუ რას მიაღწია საქართველოს და რა ეტაპზეა საქართველოს თავის ევროკავშირის გზაზე. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარები საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება. იმ პირობით, რომ ხელისუფლება გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისათვის საქართველოში, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისათვის. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. The overall level of backsliding observed over the last year in Georgia, ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში უკუსვლის დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა და მე ამას ვამბობ, ციტირებს სწორედ იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ჩემამდე ილაპარაკეს კაიალკალასმა და კულოსმა. ბოლო 12 თვის განმავლობაში სერიოზული უკუსვლა იყო გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან კომისიის რეკომენდაციებში. ისინი რაც საქართველოს მიანიჭეს, მას შემდეგაც კანდიდატობა გამოცხადდა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის, სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებას ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის. სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენეს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება სრული დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობდა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ და მისი მიზანი იყო ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრა.
of leading opposition სამყარი figures ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მართული პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებებთან ერთად constitute a direct attack ევროკავშირის on ერთ-ერთ one of the ძირითად basic პრინციპზე EU principles. დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. Today's report დღევანდელ ანგარიშში ასევე დეტალურად არის აღწერილი, რომ გასული წლიდან მოყოლებული საქართველოს წინსვლა ევროკავშირის სტანდარტების ტექნიკურ ნაწილთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შენელდა. საქართველო ამაყობდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საქმეში ლიდერობით. სამწუხაროდ ეხლა ეს ასე აღარ არის. EU accession is ევროკავშირში გაწევრიანება არის და იქნება გარდაქმნელი პროცესი, რომელიც თითოეული ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მე ვიწვევ ყველას, რომ გაეცნოს ყურადღებით ამ ანგარიშს. 80 გვერდზე მეტია მასში, თქვენ ნახავთ საქართველოს წინსვლის რეალურ შეფასებას ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებთან მიმართებაში. While Georgian authorities მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დაშორება აირჩია, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმებისა და გაწევრიანების პროცესებში წინ წაიწიეს. Unlike Georgia, საქართველოსგან განსხვავებით, ისინი ამჟამად ევროკავშირთან თანდათანობითი ინტეგრაციის უპირატესობებით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს სხვა მრავალ საკითხთან ერთად აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხები. უფასო როუმინგის ხარჯები, ბანკებში საკომისიო ხარჯების დაწევის შესაძლებლობა, შემცირებული საბაჟო შემოწმებები და ბევრი სხვა უპირატესობა. As you have just heard during the press conference of HRVP, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის პრეს-კონფერენცია ესესაა მოისმინეთ, დღეს ევროკომისია არ მიიჩნევს საქართველოს რეალისტურ კანდიდატ ქვეყანად. ის კანდიდატი ქვეყანია მხოლოდ ფურცელზე, რომ ის არის კანდიდატი მას მხოლოდ კანდიდატის სახელიღა შერჩა. ეს არის ორივე ევროკომისარის მოსაზრება. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამავდროულად მე მსურს ძალიან კაფიოდ გავუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მოქმედების კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. გაფართოების შესახებ ანგარიშში ნათლად არის გაწერილი ნაბიჯები და რეფორმები, რომელიც საქართველოს უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისა და ამ გზაზე წინსვლისათვის. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უნდა აჩვენოს კიცე სურვილი უკან დაიწიოს იმ რეგრესზე, რომელიც იყო დემოკრატიასთან დაკავშირებით და წინსვლა გამოავლინოს 9 ნაბიჯთან დაკავშირებთან მიმართებაში. 30 წლის განმავლობაში ჭირშიც და ხინშიც გვერდში ვუდგავართ საქართველოს. როგორც სულ ასეთ კარგ დროებშიც. ვიზიარებდით თქვენთან ჩვენს კეთილდღეობას, კულტურას, ტექნოლოგიას, განათლებასა და ბაზრებს. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჯერა საქართველოსში. ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას ჯერა ევროკავშირის. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს იმ დაპირებას, რომელიც მან მისცა საქართველოს მოსახლეობას, რომ ყოველთვის საქართველოს ევროპას უჭერდა მხარს. ჩვენი მხრიდან ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე.
While the European Union მაშინ როდესაც ევროკავშირი არ წავა კომპრომისზე ჩვენ ფუნდამენტურ ღირებულებებთან დაკავშირებით ჩვენ ამავდროულად არ კარგავთ იმედს საქართველოსთან დაკავშირებით ამ ანგარიში მოცემული დასკვნები არ უნდა იქნოს აღქმული როგორც საბოლოო წერტილი არამედ როგორც მოწოდება ქმედებისაკენ და მოწვევა ვალდებულებების ხელახლა აღებისაკენ ევროკავშირში გაწევრების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული და მთლიანად თავად საქართველოს ხელშია. მადლობა თქვენი ყურადღებისათვის და ეხლა სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს. ყველას ექნება შესაძლებლობა დაუმისვას კითხვები. თქვენ შეგიძლიათ კითხვა დაცვათ როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად თარგმანი გვაქვს. თათია წოწონავა, ტელეკომპანია პირველი, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ბატონო ალჩო, მინდა გკითხოთ 2 წლის წინ ჩვენ ამ დარბაზში ვზეიმობდით ევროკავშირის ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ახლა 2 წლის თავზე ჩვენ ვართ განსხვავებულ მოცემულობაში და გვეუბნებიან ბრიუსელიდან, რომ მხოლოდ ფორმალობა დარჩა ამ ეტაპისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ შესაძლოა საქართველოს კანდიდატის სტატუსიც დაკარგოს ის, რაც აქვს უკვე მონოპოვარი, ასე ვთქვათ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მადლობა. EU enlargement ევროკავშირის გაფართოება დაფუძნებულია ნებაყოფლობით განაცხადზე ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს გაწევრიანებას ევროკავშირში. შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ევროკავშირის მიერ, თავად ევროკავშირის მიერ, ჩვენი წევრი ქვეყნების მიერ, რომ მივიღოთ თუ არ მივიღოთ ეს განაცხადი. ევროკავშირის წევრობაზე. როგორც ევროკავშირის წევრებმა, როგორც ევროკავშირმა ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და გავაცხადეთ. როგორც თავად ახსენეთ 2023 წელს ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემ პროფესიულ კარიერაში, როცა საქართველოს ფორმალურად მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. და ეს პლავაც what is happening over last 2 years ის რაც ხდება ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ მომენტთან მიმართებაში ძალიან სერიოზული უკუსვლა ყველა ფუნდამენტურ საკითხებზე. ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ანგარიშის შედეგები კაფეოა. ჩვენ ვხედავთ უკუსვლას დემოკრატიის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, ჩვენ ვხედავთ უკუსვლას უშუალოდ იმ პრინციპებთან მიმართებებში, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. სწორედ ამიტომაც we want this enlargement report to be a wake up call. ჩვენ ვსურს რომ ეს ანგარიში იყოს როგორც მოწოდება ქმედებისაგან საქართველოს ხელისუფლებისგან. თუ თქვენ გსურს რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, თქვენ უნდა უკან დაიხიოთ ამ ცვლილებების. თქვენ უნდა დაუბრუნდეთ ევროკავშირის მიმართულების გზას. თქვენ უნდა დაუბრუნდეთ იმას, რაც კაფეოდ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. და როგორც ვიცით, ეს არის ძალიან კაფეო სურვილი საქართველოს მოსახლეობის ქართველების აბსოლუტური უმეტესობის სურვილი. ჩვენ აქ თქვენთვის ვართ, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ, მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღებთ, ჩვენი კარებები ღია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადადგას ნაბიჯები, რომ შევიდეს ამ კარებში. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება და რომ ეს, როგორც ვთქვი, ძალიან მკაცრი, ძალიან გამანადგურებელი ანგარიში იქნება როგორც უბრალოდ მოწოდება ქმედებისკენ. თხოვთ დაუბრუნდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ძალიან მკაფიოდ თქვით, რომ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ხელისუფლება.
გავიმეორებ ბოდიში თქვენ თქვით რომ ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ქართული ოცნების ხელისუფლება. ისინი გვეუბნებიან და საზოგადოებას არწმუნებენ რომ 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მზადა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მათ აქვს სწორება 2030 წლის ევროკავშირის გაფართოებაზე. რამდენად რეალისტურია ამ გადმოსახედიდან ის რომ საქართველო შესაძლოა 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი? The enlargement report that has been issued only a moment ago in Brussels. რამდენიმე წუთის წინ წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს. საქართველო არ მიდის იმ ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოიტანს. არც 2030 წელს, ან უფრო გვიანაც. არის უკუდახება დემოკრატიული განვითარების გზაზე. არის ძალიან მტრული ანტიევროპული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მეორდება ძალიან მაღალ დონეებზე ხელისუფლების. ხდება ეროზია ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების მოსახლეობისა, რაზეც დაფუძნებულია თავად ევროკავშირი. ეს არის აზრის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები. საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სანამ არის უკუსვლა ამ მიმართულებებით. მეორეს მხრივ, ჩვენ მზადა ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა შევცვალოთ ეს ძალიან სამწუხარო სიტუაცია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ანგარიში შემუშავდა 33 ევროპული ინსტიტუტის მიერ, 9 სააგენტოს მიერ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იყო ჩართული, რამდენმა ადამიანმა ჩადო თავისი ენერგია და ძალისხმევა ამ ანგარიშის შემუშავებაში. ეს ადამიანები იქ არიან ბრუსელში და ჩვენ აქ ვართ, მე და ჩემი პერსონალი ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სწორედ იმისთვის ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ, რომ ხელი შეუწყოთ საქართველოს წინსვლას, რომ საქართველო იყოს წარმატებული მაგალითი. მაგრამ ამისათვის საჭიროა კეთილი ნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომლებმაც უნდა მისდიონ იმ საბაზისო წესებს, იმ საბაზისო პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ვარდიაშვილი ტელეკომპანია ფორმულა. მოვისმინეთ განცხადებები, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ გზა არ აქვს, რომ ეს გზა de facto შეჩერებულია. ამ ვითარებაში როგორ გააგრძელებთ ფორმალურ თუ პრაქტიკულ დონეზე ურთიერთობას, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, ასევე საზოგადოებასთან, რომელსაც მუდმივად უცხადებთ მხარდაჭერას და რომელიც ჩართულია აქტიურად პროტესტში. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება აგრძელებს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას და ევროკავშირს ადანაშაულებს იმაში, რომ მან გადაუხვია ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირში გაწევრიანება იქნება შესაძლებელი მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დაუბრუნდება ამ ღირებულებებს. მეორე კითხვაც მაგ ბარემ აქვე ვიკითხავ ესეცების ამ საკითხს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე მინდა კითხოთ. რამდენად არსებობს ამის შანსი, რამდენად შეიძლება ეს მასობრივად შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს, თუ ეს დარჩება მექანიზმად კონკრეტული ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. მადლობა. The European Union doors remain open. ევროკავშირის კარები ღია, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ შეცვალოს მიმართულება განვითარების, ყოველთვის ღია, გაფართოების ანგარიში მკაფიოდ გაწერილეს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას საქართველომ, რათა იმისთვის, რომ კვლავ გაგრძელდეს მოძრაობა გაწევრიანების მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოსწორდეს ის უკუსვლა, რომელიც იყო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. და იმ 9 ნაბიჯის მიმართულებით, რომელიც იყო გაწერილი. ევროკავშირი მზადაა უზრუნველყოს ნებისმიერი დახმარება, თუკი საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს მკაფიო მზადყოფნას დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ჩვენ მზადა ვართ დიალოგისთვის, ჩვენ მზადა ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ არის სერიოზული სურვილი და სერიოზული გამოსწორება იმ დაღმასვლისა, რომელიც არსებობდა საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში დემოკრატიის თვალსაზრისით. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს,
repeated many times. როგორც უკვე ბევრჯერ განაცხადეთ, ჩემმა შემდგომებაც ამის შესახებ ბევრჯერ თქვეს, ეს საკითხი იქნება განხილული revised visa suspension mechanism. We expect this გადამუშავებული ვიზის შეჩერების მექანიზმის საფუძველზე ჩვენ ვფიქრობთ ამ მექანიზმის შესახებ მოთხრობა მოხდება ამ თვის ბოლოს დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზების შეჩერების ანგარიშის შედეგებს მათ სხვადასხვა ქვეყნების მათ შორის საქართველოსთვის და შემდეგ უკვე ამ ანგარიშის საფუძველზე კონკრეტულ ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას რა გააკეთონ იმ ძალიან სერიოზული უკუსვლიდან გამომდინარე რაც ხდება საქართველოში რა იქნება მათი გადაწყვეტილება რა იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება ამის შესახებ მე სპეკულაციას ვერ მოახდენ ახლა